მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი გადაცემა სტუმრად იუმორიდასთან იწყება. ტრადიციულად იუმორიდას დასაწყისში როგორც წესი სწორედ იუმორიდას მსახიობებს ვიწვევთ ხოლმე და შემდეგ უკვე დანარჩენ სტუმრებს ვეპატიჟებით. ამ ტრადიციას დღესაც არ დავარღვევთ, ამიტომ ჩვენი პირველი სტუმარი იქნება ბატონი ბესო ბერულაშვილი. მოგესალმებით. მადლობთ მომბრძანებისთვის და დიდი მადლობა მოწვევისთვის, დიდი მადლობა. ბატონ ჯემალ, ახალი ამბავი მოვიტანე. აი ამ დღეებში სვანეთში ჩატარებულა მეორე ტურნირი ხმლით მოპარიკავეთა შორის. მეორე ტურნირი, რომელიც მიეძღვნა პირველ ტურნირში დაღუპულთა ხსოვნას. რაო ჩეხია მაგარი პირველ ტურნირში მაგარი და კიდევ ერთი უნდა გითხრათ. ესე იგი კახეთში აქცია არის მამისათვის, ესეთი აქცია მოაწყეს. აქცია მამისთვის. დააძინე ბავშვი და მიიღე საჩუქრად დედა. თანამედროვე აქცია. თანამედროვე, აი რომ დააძინე ბავშვი, ეკუთვნის დედა. საჩუქრად. ძალიან კარგი ურთიერთობა, ძალიან შესანიშნავ ქართველთან. ყველასათვის ამაყვა ბატონ ჯემალ ჭკუასელთან. დიდი კაცი, დიდი. ეხლა ამაგდარი პიროვნება. რა თქმა უნდა. დიდი იუმორის პატრონი. ამ რამოდენიმე დღის წინ ნახე და წიგნების მაჩუქა, ისი გამოცემული წიგნები არის და ისი ძალიან კარგი მოსაუბრე და ერთი კარგი ამბავი მომიყვა რა, ძალიან საინტერესო ამბავი. თურმე ამერიკაში გაუშვიათ გასტროლებზე ხანდაზმულ გურულ ვაშთა ანსამბლი, ვაჟები არის. ყველაზე ხო ვაშთა ანსამბლი. ყველაზე პატარა 75 წლის არის. იქ არის 80 წლის, 85 წლის და მოკლედ დაცხეს, მაგრამ რა დაცხეს რა, ახადეს, ჭერი, აბა, კრიმანჭული, გაკივის რაღაც სასაული და გაგიჟდნენ ეს ამერიკელები. მოწიწებით ესე მოვიდნენ აბა ჟურნალისტები და თქვენი ჭირიმე საიდანო ესეთებიო როგორ აი ეს ნახეს პასპორტები დაიჯერეს რომ მართლა ამხრის არიან მოკლედ საიდან აი კი ყვების რაციონი გითხარით რომ რაღაც გამოკითხეს რა ყველაფერი და ბოლოს მივიდნენ აი წნევა რამდენი გაგვთო და აბა თუ რა იცი წნევა არ გაუზომია თავის ცხოვრებაში რა უნდა ვქრა კომუნისტების დრო არის ხა რაღაცა ისეთი თქვან ესაც არ უნდათ რა და რომ მაშინ ეხლა ხელფასები იყო ხოლმე 300-400 მანეთი და იფიქრეს რომ რაც უფრო ბევრს ვეთქვით უფრო კარგიაო და გამომდინარე ამ ხელფასიდან წნევა 300-400 მაი დაზაწყიში თუ არა მერე 700-800 ეკრიბატული 800 და ესენი გაგიგებულა ერთი გურული ყავს გადაკიდებული ბატონ ჯემალს რა და რაც აღარ შემიძლიაო რა სადაც ავალო იქ უნდა მოვიდესო რა და დიდუბის პანთეონში იყო ედმონ კალანდაძის ღმერთმარცხენოს დაკრძალვა და ესე გავარო ჩემთვისო დიდუბის პანთეონთან მოვიდა ეს გურული გადაკიდებული ყავს ჯემალა აი აღარა ადგილი აი დეიგედა პანთეონი აღარ დარჩა ადგილი დეიგედა პანთეონი აღარ დარჩა ადგილი დეიგედა პანთეონი აღარ დარჩა ადგილი ხო აბა ხო მერე შენ აშობი არაპირებ არაფერს რა უნდა აპირებ შედახილ ეს შემოგვედა მერე აგარი მიროვნება ყოფილა სასწაული იმასო ეგორო აბასცინა ჩვენ ქონდა გადაცემა მარტავს ყინვალებს სახიობზე იუმორისტზე პაროდიზე ბატონ თენგი ჩანტლაძეზე და აი ბესო გაიხსენა რომ ერთ-ერთი პირველი კერპი მისი აბა იუმორშიც და პაროდიაშიც ბრდანდებოდა სწორედ ეს ყინვალებს სახიობი ბატონ თენგი ჩანტლაძე და მაშინ რამოდენიმე ფრაგმენტის გაიხსენა ისე მისი გამოსვლიდან ამიტომ შენობესო მოდი ახლა ჩვენ მას დაუბრუნდეთ იმიტომ რომ სამწუხაროდ არ აჩვენებენ ხოლმე ხშირად იმ ძველ ოსტატებს არ არის შემონახული ვიდეოები თუ სხვა რა მიზეზია მაგრამ არა და უნდა იცოდეს ასე იზრდება თაობიდან თაობად ესტაფეტაა ხო არის ოსტატი მე იმის მაგალითზე იზრდება შეგირდი და ასე განუწყვეტლივ აი ამიტომ გაიხსენე ეგ პერიოდი აი რაველიც ბატონ თენგის აი წარმოედგინეთ რომ ერთი სული ქონდა ველოდებოდით რომ როდის გამოჩნდებოდა სასაული იყო გენიოსი ერთი რამ მაკვირვებდა ყველაზე მეტად ეხლა რო შეხედავდი სიმპათიური კარგი ლამაზი ვაშკაცი იყო არ იყო რომ ჰაბიტუსე შეგეხედა და სიცილი მოგსვლოდა რაღაც აი როგორც თქვა ხვიჩიას რო დაინახავდი თქვა ჯორჯოლია ლუიდე ფიუნეს რო შეხედავდი რაღაც გინდოდა ხო იმას კომიკური ჰაბიტუსი და არა ეს მაგარი სიმპათიური გამოვარდებოდა შეჭამდა ამას ყველაფრის თავის მაყურებლიანად და
მიდიოდა და ვიხოცებოდი ციცილი და აბა ყველაზე კარგი მაგალითი ეს იყო სად ვიცოდით მაშინ პოლიტიკოსი ხა ყოველი მეორე პოლიტიკა იქ იყო ყველაზე კარგი მულტფილმის გმირები და რა ვიცი და ერთ-ერთი აი ეს იყო რომელიც სულ მინდოდა რომ აი მეყურებინა და მის პაროდიებს ვაკეთებდი ხოლმე ხან პოლიციის უფროს თამაშობდი ხან ეს და აი ეს უცი სიტყვა დაივიწყო მე მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო მაყურებელს აი ჩემს გავოცებას საზღვარი არ ქონდა ეს პირველი ნაბიჯებია პროფესიონალურ ესტრადაზე მაშინ მარე ხოძიაშვილის ტრიო ლიდერში ვღეროდით მე და ვახტანგ დადიშვილი ხო და გასტროლებდა საქართველოში საოცრება ჩაიდირა მიყავდა კონცერტი იყო დიდებული კონფერენცია იყო დიდებული პაროდისტი მაგრამ მე გამაოცა რა კარგი ხა ვიცი რომ ის 22-23 სახეობი ვიცი ხარი ყველას იცნობს ყველას მეგობარია მაგრამ როგორ მიყავდა კაცო ესე იგი თვითეული გამომსვლელი წინ აკეთებდა მისი ხმის იმიტაციას და პაროდიას და აც ხარი იქნებოდა კაცო ერთია აცხადებდა მისი ხმით მისთვის დამახასებელი მანერით და ვერ ვიფიქრდა ერთი ყავს დაჭერილი ორი მაგრამ აი კონცერტის ბოლომდე რო ასე ჩავიდა ეს იყო ფანტასტიკური რა დიდი გაკვეთილი იყო ჩემთვის ძალიან აი ბატონჯონ სტუდენტობის დროს ოლიმპიადები როდესაც ტარდებოდა ძალიან ხშირად თამაშობდი ხოლმე თენგის ჩანტლაძე და რომელიმე ნაწყვეტს და აი რომ მოაწყეს რაღაცა ჩანტლაძეა და რაღაცა ესეთი იყო რაღაცა ოლიმპიადაზე და მაშინ მე გავხდი საუკეთესო თენგის ჩანტლაძე და ქალბატონმა ზაირამ დიპლომთან ერთად მისი ნახონი ცხვირიც კი მაჩუქა ესეთი ცხვირი იყო საფალები ცხვირი და აი ერთი სკეჩი მინდა გავიხსენო რა უფროსი დაუძახებს ბატონ თენგის და ეკითხება რომ ამ ადამს შენ თანამშრომელს ხო ახალი მოსული არის ეს თანამშრომელიო ხო იცნობო როგორ არ ვიცნობ რაცა ჩემი კლასელიო კაცო ოთარი როგორ რა გვარიაო რა გვარი და გვარი არ ახსოვს რა ახლა გაიჭედა ამ გვარზე რა აკრას არ ვიციო მეო რა დროს გაიგე ხლა აწუს გაძლეო დროსო გაიგე ფამის გვარს თუ არა დაწერი გაცხადა მიდიღარ სამსახური და როგორი არის ახლა კლასელს კითხე რა გვარი ხარ და ნუ ეს რებს აკეთებს იცით რას აღარ ეძებს და ოთარ როგორ ახარ ოთარ სად ახარ ოთარ ისევ იქ ის პასუხობ ისევ იქ ცხოვრობ ხო რა კარგი არის ისევ იქ რომ ცხოვრობ კაცო ახლა მე რო ავდივარ რა ჩემ სართულზე მე მესამე სართულზე ვცხოვრ შენ რომელზე ცხოვრობ ხო მეხუთეზე მართალია მეხუთე მახსოვდა ხო და ჩემ კარებზე აწერია უჯმა ჯურიძე და შეკარებზე რა გვარია წერია ჩემი გვარია წერია რა ვიცი რომ შენი გვარია წერია მაგრამ ხო მაინც რა გვარია აი ხო მართლა ეს არ გამოვიდა ტელეფონების ციგნი თუ გაქვს საკითხული შენ ეს რა კონდეს ტელეფონებზე რა თასაკითხი ეს არის აი ჩემი გვარი მაგალითად იწყება უჯმა ჯურიძეზე და შენი რომ მეგონი ჩემი გვარი ჩემასოზე იწყებაო რა ჩემ გვარზე იწყება კიდე არ გამოვიდა მასწავლებელი გახსოვს მასწავლებელი ჩვენი მაღალ-მაღალი მათემატიკის მასწავლებელი მაღალ-მაღალი სულ დაბალ ნიშნებს რო წერდა გახსოვს ჩემ გვარს როგორ ამბობდა დაფასთან გამოვა უჯმა ჯურიძე და შენ გვარს როგორ ამბობდა მე არა პირდაპირ ოთარის მეძახთაო გაგიზდა გადაირი არ გამოდის არაფერდა ბოლო უკვე ხო მაგრად გამწარდა და ესეც დაბნეული არის ხა რა უნდა ვერ ბიჭო ქართველი კაცი არა ხარო რა აი მე ვარო უჯმა ჯურიძეო შენ რა გვარი ხარო და ის უკვე ისე დაბნეულია უჯმა ჯურიძე კაცო უჯმა ჯურიძე მე ვარო შენ ხარ სხვა ჯმა ჯურიძე და მე მაინტერესებს რა ჯმა ჯურიძე ხარ მითხარი შენი უფროსი გაჯმა ჯურიძეს მიდავს იგრეოდა დარბაზი აი ავითარებდა რა რაღაცა აი ტელეფონების წიგზე იყო რაღაც აფეთქდებოდა ხოლმე მონაკვეთი გაიწე მე მახსოვს კარგად ეგ მონოლოგი საოცარი რა არის აი რაც არ უნდა წირი ტექსტი ყოფილიყო აი ის იქიდან აკეთებდა რაღაც საოცარ სასაცილო ისტორიას სწორედ იმ თამაშის ხარჯზე და იმ აქტიორული გარდასახვის ხარჯზე რაც მას გააჩნდა ფათაშორის ბატონ ჯევალ თქვენი სნემბრად კიდევ ერთ ძალიან გულიან არ კოლორიც გავიხსენებ ჩემი ობოლაც იმაკურიძე ჩემი მეგობარი იყო და უნიჯერესი ბარონი ეს ტრაგიკულად ესე გარდაიცვალა და მე მახსენდება რომ იმისთვისაც ეს იყო კუმირი და ის სულ ესე ვიჯექი და შეგვეძლო საათობით გვესაუბრა ბატონ თენგიზე რა და აი ხა ისე მიხარია მე არ დიდი მადლობა მინდა ვინც ეს გადაწყვიტა რომ
ფაქტიურად მაკაცი გაგვიცოცხლეს, როდესაც საჩხერეში ჩავდივართ, ჩემი მეგობრები დამეთანხმებიან. მისი სახელობის სახლს ქვია ობოლა ციმაკურიძის სახელი და აი ძალიან დიდი მადლობა ვინცეს გადაწყვეტილება. ობოლა უნიკერესი ახალგაზრდა იყო და არაფრით მისი დავიწყებარი შეიძლება. ორიგები ვიყავით ხოლმე, რა თქვა ვინმე რო ვერ მოდიოდა, თქვა მე ვერ მივიდოდი, შეეძორო მთელი აი დიდების ზღაპარში. ეს დიდების ზღაპარში. პერსონები დიახ, ვინც იყო ყველას პაროდიას გააკეთა. აი დიდების ზღაპარი ახსენებს და მანამდე იყო პასიანსი და მოდი იმ პერიოდსაც გადავხედოთ. პასიანსი მამუკა ღლონტის იდეა არის შედგა შესანიშნავი პროექტი იყო და ძალიან დიდხანს დიდი წარმატებით მიდიოდა. აი არეულობაში დაიმაჟე თუ გამოანათა და აი ძალიან კარგი პროექტი იყო და მე ცოტა მოგვიანებით მივედი 94 თუ 15 წელი იყო მე რომ მივედი რა. ესენი უკვე ძალიან პოპულარულები არიან და მეც რაღაც ხანს სწრაფად ავით თეატრიდან მიცნობდნენ ერთად ვიყავით გპ-ის თეატრში. და აი ერთი ძალიან ისეთი თვისება ქონდა ხოლმე რა ბოდიალები ვიყავით სადღაც ჩავიდოდი გასტროლი და დავიწყებდით ბოდიალი მივედებოდით ეს ადმინისტრატორი ვიწყავდა სულ გვეჩხუბებოდა რომ სად დადიხართ ეხლა მოგინდათ სიარული რეპეტიცია გასავლელია ის მამუკა ანგრევს იქ ყველაფერს და ერთხელ გვითხრა რა არის რა ღლონტის ღორები ვითო დაადეთო თავსო და მედიხართო რა დადიხართო და ეჭვაში დაგვიჯდა ეხლა ღლონტის ღორები არა მაგრამ ღლონტის არტისტები ვარ ის ვიდეო რა ღორი იყო ამისთანა რომ დღემდე ისტორია ყვებიან მაგის ისტორია ლეგენდარული და ჩვენი წამყვანი იყო ხოლმე ლევან ლელაშვილი ლევან ლელაშვილი კიჭა მეცახელად ეხლა ესე იგი მე ესეთი ბიბის ღრუ არ მინახი 154 კბილია ესედა აი ესეა რა ყურდღელივით ეს წინაკბილები გამოწეული და მოვიდა ერთხელ გაგიჟებული კბილზე არ დაუდი არაზოდეს რა ზედაკბილი ქვედაკბილზე და ეს ჟურნალისტი არ ეკითხება თურმე კიჭას რატო გეძახია ნორმალური შემოხედე რატო უნდა მეძახდნენ ახლა ჯობია შენ დარჩები აქ როგორც თანაწამყვანი დრო აუგეს სტუმარიც მოვიძვე მენატრება მით უფრო რომ სტუმარი შენი და ჩვენი უახლოესი მეგობარია ყველასთვის საყვარელი მოგვიანარი ბატონი ზურა დოიგაშვილი მარტო რომ არის და თავინახე დაგახვედრე ხედი მეგობარი ახ შეგენაცალე მობძანდი აქეთ დაუთვე ადგილი ზურას ხოთა შორის ზურა აი ერთ-ერთი ჩვენი წინა გადაცემა იყო ასეთი რუბრიკით გასტროლები და თითქოს შეთანხმებულები არიან ყოველი მეორე ვინც სტუმარი ყავდა მოწვეული იხსენებდა რა თავის გასტროლების პერიპეტიებს აუცილებლად ზურას ახსენებდა რომ აი ზურა ჩვენთან იყო ასე შემდეგ და მე მგონი ჩვენი საუბარის მაქედან დავიწყო ჯობია აი მაგალითად შენი და მამუკა აი მამუკაზე ზუსტად შენი ტანტრილი ესო ნახსოვს იერუსალიმში რომ აკლემის ისტორია მამუკაზე და ისეთი ისტორიები გვაქვს რომ ყველა სასაცილო არის აბა ეს აკლემი არ ვიცი აბა ეს საინტერესო ძირითადად ისეთი ისტორიებია რომ ვერ ავყვებით ხოლმე მაგრამ ეს რაღაცა მოსაყოლია და ნუ ვსეინობთ ამ ძველ ქალაქში იერუსალიმში და დავინახეთ აკლემი ესე დგას აკლემი და ნუ პატრონი აკლემის არაბი ვიღაცა და ნუ მე დავჯექი ამ აკლემზე და ნუ თან სურათებს იღებენ და შეგიძლია გაიარო ამ აკლემზე ფულს გადაუძვიდე და რო ჯდები ამ აკლემზე ხო აი ესე ხო წევს და როცა უკანა ფეხები დგება ეს აკლემი აი ესე დგება აი ესე მიჭირავს და მეც შემეშინდა და აი ესე წავედი და მე ნუ ადგა რა თქმა უნდა მე გავიარე და ხლა მამუკამაც თქვა მეც მინდაო და დაჭდა მამუკა დაფიქსირე რომ კულმინაცია წონის კულმინაცია მაშინ ხო ძალიან იყო და ესე იგი რომ დაჭდა მამუკა ნუ ჯერ ეს ძლივს ხო აიწია ეს აკლემი ესე ხუდა აი ესე აიწია და მამუკა შეგვეშვინდა არ გადმოვარდეს ესე რა ხოდა უცბად უნდა რომ გამოიხედოს რომ ვინ არისო და ესე გახედა და მე მგონი შეფუთხრებაც უნდა ეს შეაფუთხა იმიტომ რომ სილზე საგა გავა მე ჩვენსკენ გამოიხედა ესე გავაკეთე მე ჩვენაში ეს მამუკა ვაი ამდროს იქიდან მოდიან ეს აკლების ვაისპირობა იქიდან მოდიან იაპონელების რაღაც დელეგაცია ეს მოხუცების უყველას ფოტოაპარატები უჭირავთ იაპონელები და ჭკუც უთხარით ნუ მიღებენ
უცბად რო აიწია და საქმემ ეს ადგა ბოლო და ისევ ჩამოვიდა ეხლა მამუკა და ის კაცი ეუბნება ორმაგი უნდა გადამიხადო ეხლა მეორე დღეს გამოვიარეთ და აღარ იყო ის საქმემ იქ არა კაც გრიჟა დაემატა შეიძლება ავსიმზიმე რომ აწია მაგრამ იმას ახერხა მაგრამ იქ უნდა ყოფილიყავი რომ ეს გემა ეხლა სიმღერას დაუბრუნდეთ შეუბადო და მოგახსენო ზურბასო მეგობრებო რომ ზურა დოიაშვილთან დიდი ხნის შემოქმედებითი მეგობრობა გვაკავშირებს იყო რამოდენიმე შემთხვევა მაგალითად ჩვენი ცნობილი სიმღერა მარტი რომელიც მუსიკალური ხუდი გახდა იუმორინაცი სწორედ ზურამ ჩაწერა ეს ჩემი სიმღერა იყო რომელიც მას ვაჩუგე და დილებულად შეასრულა მანამდე ქონდა კიდე რაღაც პოლიტიკური სატირა მაშინ გადაცემა დიახ ბარიბა იქ შესრულდა პირველად და მანამდე იყო პოლიტიკური სატირა ყალბი თავისუფლება და რაღაც ამის და კი ეგრომერიც კარგად გადიოდა და რაც თავარია 80-იანი წლები აი დაიწყო ეს არეულობა ჯერ არ არის დაშლილი და აიშლება თუ მე მგონი უკვე დაშლილია მაგრამ ბოლომდე არა ყოველ შემთხვევაში პანტელეიმონ გიორგაძე ჯერ კიდე ყავს კომუნისტური პარტია და ჯერ კიდე ცდილობს იმის გაძლიერებას ესეთი პერიოდია და სწორედ მაშინ რუსეთთან უნდა ვიყოთ თუ არ ვიყოთ და რომ გამუნათებენ რომ თქვენ 37 მანეთი გენანებათ რომელთაც გადაფრინდებოდი და იქ ტანიას და გალიას გარბაჩოვი იყო ხო და აი ეს გენანებათო და მე რომ დავასკვენინ და გამსაჯეთ აღმოჩნდა რომ კარგია ტანია მაგრამ ცუდია ვანია ეს სხვადასხვა მაგრამ აი რომ მე არ წარმოვიდგენე ზურა მართლა გეუბნები გულახდილად რომ მაშინდელი ჩვენი ნათქვამი დღესაც აქტუალური იქნებოდა და ისევ საუბარი იქნებოდა უნდა ვიყოთ რუსეთთან თუ როგორ უნდა ვიყოთ თუ საერთოდ უნდა ვიყოთ და შედა გავიდა საუბარი ეგნომერი მე მგონი ეხლა დროა რომ შევასრულოთ სწორედ ის ტაინა და გალია და თავად გასაჯოს მაყურებელმა დღესაც აქტუალურია ის თუ არ არის სამოვნები ჩემო ტანია და ვაიმე ჩემო გალია მე და თქვენი დაშორება გარბაჩოვის ბრალია და ანგრია ერთადმობის ძრე კავშირი მზიური დღეს მოსკოვში აღარ პასუხს სახე კავკასიური თვითონ რანგით გაუგონდა დედამიწის მმართველებს სიყვარულის პოლიგონი გაგვიქმა ქართველებს ვინო ხერი იდარდებდა ცეკასა და ტეკაზე თქვენს გამო მაქვს ნოსტალგია ყოფილ სესერეკაზე ვაიმე ჩემო ტანია და ვაიმე ჩემო გალია გზად ვარ დღეს ჩავალადო ჩემი ჩემო ტანია მაგრამ ვიცი შარს გადამყრის სახე კავკასიური ძველი გაქრა აღარა გვაქვს ის ცხობა და ის წესი დღეს ძალიან მოდაშია უცხო სიტყვა ბიზნესშია ცუცნაურია ანარქია ყველა ძველი კომუნისტი ძველებურად ზეიმობს ავდგები და შევეკვრები ზია პანტელეიმონს კომუნისტის თუ პირნათლად მოიხადე ვალია შენ პიდა რომ დამიბრუნებს ტანიას და გალიას მაგრამ ვიცი არჩევნებში არ ყოფა ძალები ვიცი მხარს არ დავიჭერე საქართველოს ქალები თანამ ქვეყნად უჯობლის მჯობლი მაინც ჩვენი ქალია მგონი დროა დავივიწყო ტანია და გალია
წერს რაღაც მინდა მათი ბროლის ტანია საწოლამდე ზოგჯერ თავი ვეღარ მემიტანია ახალ რუსებს დაყვებიან გოგოები შველივი მე ძველი რუსი ვიცხოვ ის ძველი ქართველი ეხჯანდაბას ჩვენ ამაზე მეტის აგვიტანია ერთმანეთის დახმარებით თავი გაგვიტანია ტანიასაც შეველევი გალიას ოღონდ ნახო ბედნიერი ჩემი მიწაწყალია ახლა ჩემობესო როგორც თანაწამყვანს მინდა მოგახსენო რომ შემდეგი ჩვენ სტუმრები ჩვენთვის ძალიან ახლობლები არიან თავის დროზე მე მგონი მათგანაც ბევრი გაქვს შენაღებული და ვით უფრო რომ მოძრავ ფილარმონიაში ახლა ერთად მოძრავთ საქართველოში გასტროლებზე მე მინდა ჩემი მშობლიური ანსამბლის ივერიის ორი გიგანტი მოვიწვიო ბატონები ვახ დაგდაშვილი და ნუგზარ კვაშალი მომძადით აბა ბესოა ივერიელები იქ ავზანდით ჩემო ბატონო ატოჯევალ აი ნამდვილად ძალიან დიდი გამართლება არის ჩემ ცხოვრებაში რომ აი ამათ ხელოვნებაზე გავიზარდეთ ივერიაზე მე მაშინ პატარა ვიყავი და ერთი სული მქონდა მთელი დარბაზი იყო აი წამს ელოდებოდა წურწუნა როდის გამოჩნდებოდა სცენაზე იმიტომ რომ ვახო ტატიშვილს მოსდევდა აურაც ხელი აპლოდისმენტები სიცილი კისკისი კივილი და აი ეს თოვლის ბებოს ზღაპარში 6 თვე გაწო ზედიზედ მიდიოდა რამდენი აშლაგი იყო ბატონ ჯემო ზედიზედ 164 აშლაგი ზედიზედ 164 აშლაგი ზედიზედ და ვახტანგის ნომერი რომ აი ცოლს რო ურეკავს რუზიგო ალო რუზიგო შეხარ მე ვარ შენი კავკასიური ნიგოზი არა ნაგაზი აი ნაგაზამდე ცოტა მოგვიანებით ჩავალ და თვითონ ვახო გაიხსენებ მანამდე კარგია რომ იუმორი დაიწყე იმიტომ რომ მით უბრალოდ იუმორი და შაბარაზე ვისაუბროთ ივერიის ჯერ კიდე მუსიკალური იუმორი ანუ პირველ ნაბიჯებზე ამით ვიწყებდით ჩვენ იმიტომ რომ ხშირად გადის ხოლმე ტელევიზიით გვაქვს საშუალება რომ გავახსენოთ მაგალითად ძველი ფირფიტები იქნება ეს თუ თქვა კონკურსები 1000 გვარი კონკურსი რაც გავიტარებია ოპერაცია სიმღერის რომელიც იყო შაირები მათ შორის მშრალი კანონი და რა ჩაბოთლეს უამრავი იუმორი გონდა მუსიკალური იუმორის გულისხმო მაგრამ არასდროს არ გვისაუბრია და ალბათ მაყურებელთა აბსოლუტურ უმრავლესობას არც ახსოვს რომ პირველი ნომერი მუსიკალური რომელიც ივერიამ გაბედა და გააკეთა სცენაზე ეს იყო ჩარირაბა ასეთი ტიპის ნომერი იყო თქვენ გიცით მაგრამ მაყურებელს აუხსნათ ესე იგი 4 ივერიელი აქედან 2 სკამზე იყო შემდგარი და 2 წინ იდგა გუნდს განასახიერებდა გუნდს ესე იგი სკამებზე იდგნენ ვახტანგ ტატიშვილი და ხაცგასვენებული უნიჭიერესი ჩვენი მეგობარი თენგიზ ჩხეიძე ჩემო ბატონო ხოლო წინ დაბლა იცვლებოდა თებური ყორც იყო ხან მე ვიდექი ხან ნუგზარი იდგა ხოლმე და იცვლებოდა აი ესეთ შემადგენლობა იყო არ იცვლებოდა დირიჟორი გახლდათ თავად ალექსანდრე ბასილაია ღმერთმა ნათელში ამბობს მისი ჰაბიტუსიდან გამომდინარე სერიოზული გარეგნობა ჰქონდა ყველა შეგონა რომ ძალიან ისეთი ჯმუხი კაცი არა ამ დროს ყველაზე დიდი იუმორი მას ჰქონდა ყველაზე თბილი გული და ყველაზე მოსიყვარულე ის იყო ხო და აი სწორედ მუთხუზი გადასახიერებდა დირიჟორს და რა შემდგომარეობდა ნომერი დადგებოდა დირიჟორი მოგცემდა აი გავიბერო თავად ჩარი გალიაში ჩასასვლელად მიდიხარ ჩარ რამაჩარ ჰე შეხვდები უთოჩი დიხარ აი ეს შეაჩერებდა აქ შევაჯა სტოპ იგახდა გავჩერდებოდი ამოიჩერებდა წინგოს პირველად მე ვიღაცას ეშლებოდა საერთოდ ცოტა ეშლებოდა ვითობდა აბა ჩარხე ეთყო და ის შეგნებულად დაბახინჯებულად წაიბღერებდა მეორე ჯერ ჩარხე კიდე რომ დავაგდა ასე აჩვენებდა გულისებისაგან ხო საერთოდ დაიყო და იქ სასტარტო პისტოლეტი იყო მომზადებული გასროლის ხმა და იქიდან დირიჟორი ასე შემოდიოდა ეხლაც არ ვიცი რატო სასწაული რეაქცია იყო რატო უყარ სამხალხო ვიღაცას არის კლავე და ჟიერი და ვიცი აშკარად ასე ახლა აქ იწყებოდა აქტიორული თამაში დინებული განსაკუთრებით სკამზე შემდგარი ვახტანგის და თენგიზეს შიში
ამ პანტომიმური განსახიერება ამ შიშის იყო რაც გრანდიოზული შესრულება ძალიან მაგარი ნელ-ნელა რო ძლიელდებოდა ამის საფუძველი ჰქონდათ იმიტომ რომ დაიწყებოდა ისევ ჩარხე ისევ შეეშლებოდა გაიყვანდა მეორეს იგივე ისტორია გასროლა შემოდის დირიჟორი აბათ კიდევ უფრო ეშინიათ შემოდი მე და თეგიზა და მექვევის იყურებოდი მატულობს ამათი შიშიც მატულობს ბოლოს გადიოდა თენგიზი და ეს გამხდარი და გალეული თენგიზი გასროლის ხმა იყო რამონდენიმეჯერ იქა უკვე ბუჯეტ და პაუზა და შემოდიოდა თენგიზა უკვე იმაგინე ეს მაგლა დირიჟორი ეს იყო სულ გასულ აი დამეთანხმებით რომ სასწაულად გადიოდა საქართველოში გაცილებით უკეთესად რუსეთის ქალაქებში და ფანტასტიურად საზღვარგარეთ აი ეს კარგახანი ვერ ამოხსენით რატო ასე ძალიან განსაკუთრებით კაპიტალისტურ ქვეყნებში დიდებულად ვიდრე არ მოხდით პერუში ეს არის 1976 წელია გამოვდივართ ლიმაში დასვით კონცერტზე უშველებელ თეატრ კოლონ გავსებულია მაყურებელი და მოვარდა ჩვენი იმპრესარიო რომ საერთოდ მთელი შემადგენლობა მოსული და ვალენტინა ტერეშკოვა პირველი კოსმონავტი ხარი ესწრება თქვენ კონცერტს და აბა თქვენი ციტო ახლა მე მიმყავდა ესპანურად მაშინ ეს ყველაფერი და მოვიქაჩალეთ თავი მოვინდომეთ მაქსიმალურად გადის კონცერტი დიდებულად პირველი განყოფილება დამთავრდა მეორე განყოფილება უკეთესად ამოვიდნენ მთელი შემადგენლობა საელჩოსი საბჭოებში საელჩოზე ლაბარაკი რა თქმა უნდა ტერეშკოვა და უსმენთ ახლა ვერდიქტი გასულ ეს ტერეშკოვა გარდა ამისა რომ პირველი კოსმონავტი ხალია სოფლიოს ქალთა ასოციაციის პრეზიდენტია შეგვაფასა და ძალიან კარგია მე უსმენთ როგორ ულთვილად გიღებდნენ რა სასიხარულო ეს და უცბა წასვლას ვაპირებს და შემოდრიალდა ისევ რითაც პირველი განყოფილება დაამთავრა თუ ჩარი რამოდენი დახის გადახედეთ მაინც მაგ ნომერს იმიტომ რომ აქ შეიძლება პრივატნა მოუთმანიან სხვადასხვა შეიძლება გაიგონო მაგალითად ისევ რომ საბჭოთა კავშირშიო სიმღერაზე შეცდომის გულისთვის ხალხს ხოცავენო ახლა ხوارეთმე რომ გასულ საბჭოთა კავშირში სიმღერა კი არა ვისაც მენა არ ქონდა და საერთოდ არ უღერე ისიც გარდა 1000-ობით დაგიხოცია ამას ხوارეთმე აბა გაიგონისინო თუ გიბატონო ჩვენ ხალხ ხაბალაბელი გაიყო და აი მაგ ნომერს რომ მიხედეთ თუ იქ მიხვდით რომ მართლა ეგრე კითხულობდნენ ამას რომ ეს პროტესტი იყო მაგაზე წყოთა შორის ბაბუ ამის აფრთხილება აი ზუსტად ეგ მინდოდა მე თქვა რომ ნუგზარის ბაბუა კოლორიტული 2 მეტრიანი პოლიციის თუ მილიციის პოლკოვნიკი ბატონი ვიქტორს რო ეძახდა ვიქტორი მენახარიშვილი ერთადერთი მან შეხედა თავის მილიციური თვალი და გითხრა რა გითხრა თბილისში დაესწრო კონცერტს და ეგ რო ნახე რა თქმა უნდა სროლა ყოველთვის უყვარდა თორე გავარდა ბოლოს ვათიტყვია მაისტროლები თქვენ ჯვილი დაგიждდებათ გაიხსენეთ ჩემი და ზუსტად ისე მოხდა გავატარეთ ეხლა ახალგაზრდები ვიყავი და აი სადაქვე ეხლა სანამ გავაგზავნებთ რა მოხდა ბარე ვიქტორის ისტორიაც მოყევი როგორი ტიპი იყო ვიქტორი ნუ ხა მაშინაც წინა განაცემებშიც მოყევი მე ჯერმანისთან და დამჩარა მოდელი ისტორია და მაშინ მოყევი მიხარია ხოლმე გურულ ბაბუებზე რომ რაღაცას ყვევი ნუ ვიქტორი განსაკუთრებული იყო და ერთი სერიალი აქვს მაგას ეს თავისი რა მილიციური ეს ბანდიტები ტყეში ბავშვებს დაგვისხავდა და ვეყურე ველოდებით ეხლა რომ აგერ მაუზერი უდევს და მე მაინც გათამაშებდა შევედი ბაბო ერთ-ერთი ოპერაციაა ბანდიტები უნდა დავიჭიროთ აბა შენ 15 სამყავს ცხენოსანი მილიციელიო და შევედი დღეში შევედა ჩვენ გაველოდებით და ატყდა კეიფი დაიშალა სუფრა 20 ბანდიტი იგი 20 მილიციელი ახე და შეინჭირვე შენ ვის დაგიჭიროს და შენ გეკუთვნის 8 წელი ვის 4-ზე მეტი მოგწევ ასე ყველა ირალე ხელესო ზივა და უბრალოდ მეორე ბაბუას ეხლა მოყვები იმიტომ რომ გურულები ვიხარებენ აი მეორე ბაბუა თან გენერალი იყო მეორე ბაბუა იყო მაგარი კაცი ორივე მაგრამ ღეროდა ორივე ჩემზე უკეთესად ღეროდნენ რა ერთი იყო კრინი გურული ოზურგეთელი მეორე ლანჩხუთელი პანი და ხან ისიც კრინობდა ხოლმე და დამძახლდნენ ეხლა მძახლები და მძახლები ხო იცი როგორ იწყება იყება კეიფებით ვინ უფრო მეცდალებს ვინ უფრო მეტ კაის ადგილზელო სიტყვის ერთ ოთახში ეძინათ იმიტომ რომ გასვლაზე რო იყვნენ სოფელში და ერთ ოთახში და თურმე ესე იგი რა ხდება ბაბუაჩებს ამ მეორე ოზურგეთელს უყვარდა ძილში სიმღერა და ეძინოდეს ვიქტორ აქ დაწვებოდა თვალები ნამსვალები და ეს ბაბუაჩები ეხლა არ გაუწყდეს ძახალს ეს აი მესამედლე შეუდება ეს ბიჭო დამავიწყდა ვიქტორ მე თქვა შეგწო ღამეო ძილშიო სიმღერა მიყვარსო და ხო არ გაწუხე სამი ღამე არ მძინავს ალოშა რა მიქერი კიდე გეტყვა ბასეუნება ეხლა დაუბრუნდეთ ტერეშკოვას ისტორიას ლიბაში ვარდიზებ ხო და ეს კი წავიდა ტერეშკოვა მაგრამ ეს სიტყვა ხო დააგდო კაგებეშნიკი ხوارწასულა რომელიც ყოველთვის თანდაყვებოდა მაგრამ იმავე საღამოს შევგრიბა გითხრა მე ვიძიებოდა ბაბუებო ასაკოვანი კაცო პენსიაში გავდივარ და შარი არ მინდაო
ეს ნომერი არ უნდა მოხსნათო, ან რამე უნდა მოიფიქროთ. ახლა გადავხედეთ ერთმანეთს, მე რომ მოხსნათ, უარესია, ესე იგი ვაღიარებ დანაშაულს. ესე იგი დანაშაული შემიძლია, ხო? არ არის არაფერი ამ დანაშაული. მაშინ გაამართლოთ უნდა, მე ვთქვი, მე ვიცი როგორ და მე ვთქვი, გამოვაცხადებთ, თქვენ კიდე გადაიღეთ ვიდეოთი დადიოდა სულ. და დოკუმენტი ექნება, გამოვაცხადებთ, რომ ესე იგი მეფის დროს ძველ დროშიანა ხო? ბლელი რომ იყო ხალხი, ბლელი. მაშინ ტარდებოდა სიმღერა, გაგეცემა. გაგახარა მეთოდ დავიწყეთ იმის მერე ასე გამოცხადება იმანაც და ისვედა და ჩვენს გადავრჩით ორივენი გადავრჩით ასეთი იყო ჩარირამას ისტორია ჩემოგონდა ეხლა გავიხსენოთ სპორტული თემატიკა რომელიც ძალიან ლამაზად შემოვიდა ივერიის შემოქმედებაში კერძოდ დინამოს აღმავლობის პერიოდია თასი აღებულია ყველაფერი რიგზეა გამარჯვებებზე მოდის ვაშა აზარაშვილმა დაწერა წინვალი სიმღერა დინამო შეიძლება შეასრულა ივერიამ გახდა ეს ჰიმნი ეს ყველა მიცის, მაგრამ შეიძლება ბევრს არ ახსოვდეს, რომ იყო მეორე არადაკლებ მნიშვნელოვანი მოვლენა ქართულ ფეხბურთში, ეს იყო ლანჩხუთის გურია, რომ გადავიდა უმაღლეს ლიგაში. ნუ მოულოდნელი ამბავი, რეგიონალური გუნდი უცბად-ხდება უმაღლეს ლიგაში და საკმაოდ წარმატებითაც თამაშობს. ამას როგორ გავუშვებდით ხელიდან კაცო, მით უმეტეს ვახო ნახევრად გურულია, ნუგზარი თლად გურულია, მეგურულების სიძე ვარ და მოგდეთ, ავიღეთ სოსო ებრალიძის აგრეთვე ნიჭიერი გურულის მელოდია, მე დავადე იმას, ლექსი ჩემადონ შეხარ და შევქმნით სიმღერა გურია, რომლის გარეშეც იმ გურიის სტადიონზე ეს მატჩი არცეთი არ იწყებოდა. აი ახლა გიაზის ინსტრუმენტა ჩემი. თუ გვაქვს ჩვენ მაგისი უნარი რომ გავიხსენოთ, მოდი ამ მებრებმა გავიხსენოთ. სიმღერა გურია, იქიდან გიაც დაგვეხმარება. მოემზადოთ და ავიდა. სადოთ რა გამოგვია. ლაჩხუთლებმა გადარიეს ელი დუნია უმაღლესში ჩეირიცხა ჩვენი გურია აგვისრულდა საწადელი გულში მალული გურულებმა მოგვიტანეს ზღვას სიხარული აგვისრულდა საწადელი გულში მალული გურულებმა მოგვიტანეს ზღვას სიხარული იაუავო აგეგონო გამარჯვება მისი თუავო გეიხარე გამახარე და სახელე ჩვენი ხარე ამალელორანინაოდა გამაგურია სუდია თუ პირალივით არ მეგვექცევა ჩემპიონთა თასის არცად არ გაგვექცევა გველოდება სასტაული გასაკვირალი გურის და ბავარიის სუპერფინალი გველოდება სასტაული გასაკვირალი გურის და ბავარიის სუპერფინალი ჩვენანაცი მარადონას კი ჩაუავო არ გავაკარეთ ჩვენს კარეს გულზე ფესვებ და აკარეს ამრევოლანინაოდა გეიხარეთ გაგვახარეთ ფაგუნდებმა თუ გვაცალეს ამრევოლანინაოდა გეიხარეთ გაგვახარეთ ჩვენო გურია ამდროს სერიოზული სიმღერა იყო მართლა წარმატებით გამოდიოდა გურია. ეხლა შეწეღარ რაც ახსენებ რუსიკოს გურის ხომ მე აქვე მინდა მაყურებელს გამოვხილო ვისაც არ ახსოვს რომ თვითონ პერსონაჟები ჯუჯები ორი ჯუჯა დაიბადა სწორედ მიუზიკლისათვის თოვლის ბებოს ზღაპარი რომელმაც ამდენი აშლაგი ჩაატარა როგორც წეგად აღვნიშნეთ. აგრეთვე იქვე ვახტანგს ჰქონდა ორი როლი. ერთი იყო ჯუჯა და მეორე აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანი ეს იყო გერვასის სოფლის ბობოლა გერვასის მძღოლი რომელიც ერთ-ერთ მომენტში ტელეფონით ურეკავდა თავის მეუღლეს რუსიკოს და ამცნობდა მას რომ სარვამარტო საჩუქარი უყიდა. ახლა თელი ამბავი რაშია დღეს როცა კინოფილმებიდან თუ ტელეეკრანებიდან გინების კორიანტელი და ნიაგვარი მოდის და ეს აღარ არის მაშინ ასე არ იყო. მაშინ ისეთი უწყიდარი სიტყვაც კი აი როგორც ქართულად რომ აზღუდი რო ქვია და რუსულად რომ ლიფი ქვია იმის წარმოთქმაც კი უხერხულად გვეჩვენებოდა და თელი ნომერი იმაზე იყო აგებული რომ ვახოს არ უნდა სხვის გასაგურად ეს სიტყვა ახსენოს და უნდა მიახვედროს ცოლი რა უყიდა. აი დანარჩენს ახლა იმედია გაიხსენებს და არ გავიწყდება. სარვამარტო საჩუქარი. სარვამარტო საჩუქარი. ურეკავ ცოლს. რომელი გახსოვს?
ალო რუსიკო შენ ხარ ჩემო მისო მე ვარ შენი ცუგო რუსიკო გილოცა კალთა საერთაშორისო 8 დღეს როგორც არის საჩუქარი გიყიდე აბარა კაცო რა გიყიდე და ფრანგული არა დუხი არა გასა ნუ ორი გვარი რაღაცა რო არის ერთმანეთში შეერთებული არა ველოსიპედი არა გატკიდა შენ რობოტი ველოსიპედი გაგიძლებ შენ შეგიდა კამაზი პრინციპი რატო არ გეუბნები რა გიყიდე რა ხალხი რაღაცა გარშემოდა ხსენია ამაზე ვარაკი შენ თვითონ მიხდი და მაგიდან მითხარი და მე გეტყვი მაგია თუ არა ჩასასვლელი თუა ჩასასვლელი თუ კი ეგრე ქალი მიქნებს თავს კი ჩასასვლელი ოღონდ მარტო ქალები რო ისვამენ ხო არა შლეპა რა ჩამოიქვევით იდა საჩაიო რუსიკო მაგი რომელი და მაგას რო ისტუჯი მიკახვედრებდი კაცო როგორ და გეტყო რუსიკო შენ სახელს სტიდიდან ასო რომ მიუწერო იგი გიყიდეთ არა მაგი არა ამოდი ახლა უკან დამოვიდა ზევი პროფესორი ხო რუსიკო თუ გახსოვ შენ ამასინა შენ რომ სარკესა რო იდექი ხო და მე რო უკინია რო ვიდექი და შენ რომ თხოვე შემიკარიო რა იყო იგი მე რო შეგიკარი ჯემალი მძლივ ახსნა საათნახევარი ეტყვა რა უნდა და ჯემალი ჩემ ტერიტორიაზე არემონტებდა იცი სარემონტო გია უგო ჩანთა გოგო ჩანთა ყოფილიყო მაგის სხვა სიცხვილი იქნებოდა კაცო გადაბრი კაცი რა არ ვიფიქრე ჯემალიზე რა უნდა თსაბია ჩემი დათსაბია შენი ხო რა ვამიშვინი აგერგე ქალები ემაგას ამას ხო იქეთებენ ამაზე კი არა მაგაზე შენ რო გაგდა მე რო არ მაგ ხო რა ხო შენ რო გაგდა მე რო არ მაგ შენ არ გაგ ამდე ხატვერი ფირაზია ლაპარაკი გეუნდები რო ქალები მაგას იქეთებენ ამაზე თვილიბავში რო ტირის და რო ბღავის ქალები რა თუდობენ ბირში სოსკას რის მაგიერია მე ზის საიდან მოდი მაღაზიიდან შევიდა თავის ამაროში როგორ მაღაზიის გარდა არავინ არ გვაძლევს ჩვენ ზეს დროხო მერე დროხაც რა ადგილასა გიზრზე ფეხებშუა ხალო რა ქვია მერე იმას დროხაც რა ფეხებშუა და შენ რომ ხელებშუა გაქვს მაგია ხო მაგი აი მე არა ქალო მაგი კი არ მიგიდია კაცო მაგი ხო გაქვს აი მაგის ის არის რა ქვია ჩიხოლი გადომერია და როა რამავია და შიდობა რამარტია და რამავერი გიყიდე სახალხოდ გიყიდი პირველს არ გინდა და ნუ გინდა ჩემთვის დავიდოებ გასულდა გავყობ ჩვენზე და გავომევა ორი თმუდი ხან ერთზე ვიყორ და ხან მეორეზე ვიყორა what Bravo!
უნდა მოგახსენოთ იმენად მოეწონა მაყურებელს ეს ნომერი რომ შემდეგ უკვე ვახობ თვითონ საკონცერტო შესრულებით ორი სხვადასხვა ვერსია გააკეთა მონოლოგის სხვა ტექსტი ერთი მომიური იმათაც არანაკლები დიდი წარმატება ჰქონდათ ახლა მივედით უკვე ჩვენ საფინალო სიმღერამდე მე მინდა თქვენი აქსესუარები რად მოგცეთ ძვირფასო მეგობრებო სანამ თქვენ ამას მოიგებთ მე ორი სიტყვით ვეტყვი მაყურებელს რასთან გვაქვს საქმე წეგანაც ვახსენეთ რომ ჯუჯები როგორც პერსონაჟები დაიბადნენ მიუზიკლში თოვლის ბებოს ზღაპარი ჩვენ ძალზე გვიამაღება რომ აი უკვე 30 წელია რაც ჩემი ვახო და ნუგზარი ჯუჯებად მუშაობენ და ამ ხმის მანძილზე თავისი კეთილი და თბილი სიმღერით სადაც ასეთი ლექსია გახსოვთ თავარია სამირამე დედამიწაზე სიყვარული სიკეთე და სილამაზე თელი რამოდენიმე თაობა აღზარდეს უამრავი ბავშვი ამას იმეორებდა ღეროდა და ქვეცნობიერს მისაც რაღაცა პოზიტიური თბილი და კარგი მიეწოდებოდა ეს ძალიან დიდი დამსახურებაა ჩვენი ძვირფასი ჯუჯებისა და იმედია ერთ-ერთ სიმღერას ჯუჯურს ახლა შეგვისრულებენ საფინალოდ გემალი სიმღერა დაგვიბერდნენ ჯუჯებიო ნუ რავის თუ ეგონება ვიხავი და კლავარშებით პატარების მეგობრებად ბაჯ 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 ბაჯი დავივარ ჯუჯები ნასნობი გზები და ნასნობი ქუჩები ბაჯ 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 ბაჯი კარი და კარამდე იხარეთ ბავშვებო უფალი გვარავდეთ ვინც მეგობრობს პატარებთან არასდროს არ დაბერდება ვინც ორ ჯუჯას დაუჯერებს ყველა ნატრა აუხდება ბაჯ 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 ბაჯი დავივარ ჯუჯები ნასნობი გზები და ნასნობი ქუჩები ბაჯ 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 ბაჯი კარი და კარამდე იხარეთ ბავშვებო უფალი გვარავდეთ დიდი მადლობა ჩემს ძვირფას ვახოს და ნუგზარს ჩვენი განაცემა დასასრულს მიუახლოვდა გემშვიდობებით საუკეთესო სურვილებით და არ დაგავიწყდეთ იანსაღი სიცილი საუკეთესო მკურნალია